ლუარსაბი, დარეჯანი, ლამაზისეული და ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების სხვა პერსონაჟები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს ერთი დღით გააცოცხლეს. რეაბილიტაციის შემდეგ წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლი გაიხსნა. ჩვენ გავაცოცხლეთ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების ცნობილი პერსონაჟები. მე შემხვდა ლამაზისეული სხვათა შორის ძალიან საინტერესო გმირია. დიდი როლი ითამაშა საქართველოს განვითარებაში და ქართულ თეატრში და მოვალენი ვართ, რომ ჩვენ რამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ღონისძიებაში. რეაბილიტაციის პროექტი ძეგლის თავდაპირველ ავტორს ეკუთვნის. ეს არის მართლა ენტუზიაზმით გაკეთებული, დაწყებული მინისტრიდან დამთავრებული ბოლო ქვის ფლერი მუშით თავგადადებულად იყვნენ ამ ობიექტზე. ილია ჭავჭავაძის ძეგლს რეაბილიტაცია დადგმის დღიდან არ ჩატარებია, რის გამოც კვარცხლბეკი და მიმდებარე ტერიტორია თითქმის განადგურებული იყო. სამუშაოები ნამდვილად ცხინვალით არის ჩატარებული და ის ფაქტი, რომ ჩვენ ყველანი დღეს აქ შევიკრიბეთ, იმის დასტური არის, რომ ჩვენ ისტორიას არ ვივიწყებ, ჩვენ ვაფასებთ ჩვენ ისტორიას და ის, რომ ილია ჭავჭავაძის იდეები დღესაც აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის. მე მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩვენმა სამინისტრომ შეასრულა ძეგლის რეაბილიტაცია, რაც საზოგადოების დიდი მოთხოვნით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 9 მილიონ ლარს გადააჭარბა. მომავალ წელს ძეგლის გარშემო გამწვანებული ზონის მოწყობა იგეგმება. მიმდებარე ტერიტორიაზე კი შესაძლოა სხვადასხვა პერსონაჟების ბრინჯაოში ჩამოსხმული სკულპტურები დაიდგას.